კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედიჯი, My Video-ში, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში წელს დაგეგმილ სიახლეებზე ვისაუბრებთ გადაცემის ამ ნაწილში და ჩვენი სტუმარია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით ბატონო დავით, მივესალმებით თქვენ მსმენელებს, მაყურებლებს. მადლობა მოწვევისთვის. 2026 წელს დაგეგმილ ინიციატივებზე და შესაძლებლობებზე ვისაუბრებთ, რაც ეხება როგორც განათლებას, ისე კულტურის მხარდამჭერ სხვადასხვა მიმართულებებს. უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტრო პასუხისმგებელია ზოგად და უმაღლეს განათლებაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, ახალგაზრდულ პოლიტიკაზე და დევნილი სტუდენტების ხელოვნებისა და პედაგოგების მხარდაჭერაზე. პროგრამების განხორციელება კი მიზნად ისახავს როგორც ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას, ასევე კულტურულ ინიციატივებსა და სასკოლო თუ სტუდენტური ცხოვრების გააქტიურებას. მოკლედ საკმაოდ ბევრი მიმართულებაა და მოდით უმთავრესად დავიწყოთ განათლებით. რა სიახლეები არის დაგეგმილი 2026 წელს სამინისტროში განათლების მიმართულებით, განახლდა არსებული პროგრამები, ვიცით და ასევე თუ დაემატა ახალი იდეები და პროექტები, ამის შესახებ მოგვაწოდეთ იმ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, იმიტომ რომ აღნიშნულოვანია აღნიშნული პლატფორმები ჩვენი საზოგადოების დევნილი მოსახლეობის უკეთ ინფორმირების კუთხით რა პროგრამები არსებობს, რა პროგრამები არსებობს, რაში მდგომარეობს სამინისტროს საქმიანობა და საომავლო ხელოვნები, რადგან უფრო მეტი ჩართულობა იყოს ამ კუთხით უზრუნველყოფილი და ჩვენ ანგარიშვალდებული ვიყოთ უფრო რეგულარულ ხასიათით ჩვენ სამიზნე აუდიტორიასთან. ამავდროულად მინდა აღვნიშნო, რომ 30 იანვარს ჰქონდა ანგარიში, სამინისტროს საქმიანობის ანგარიში, რომელიც გარკვეულწილად არაორდინალური იყო, მოიცავდა როგორც 25 წლის განმავლობაში განხორციელებულ ღონისძიებებს და აქტივობებს, ასევე ჩვენს სამოავლო ხედვას, სტრატეგიულ ხაზს, როგორ ვაპირებთ განვითარებას, რა არის ჩვენი საბოლოო მიზანი და რა შედეგზე გვინდა გასვლა. იმ პროგრამების ნუსხას, პროგრამების, რომელმაც რიგ შემთხვევაში შინაარსობრივად შეიცვალა სახე და თვისობრივად ახალი პროგრამები, ახალი იდეები, რომელიც გაჩნდა, რომელიც იდეების გენერირების, განხილვის შედეგად მივედით იმ დასკვამდე, რომ უპრიანი იქნება და მიზანშეწონილი იქნება განხორციელდეს სამინისტროს საქმიანობის სტრატეგიული ქოლგის ქვეშ. და ამ კუთხით ნამდვილად შთამბეჭდავი იყო ის გამოხმაურებებიც, რომელიც სამინისტროს ანგარიშს მოყვა და გვაძლევს დამატებით мотивაციას 2026 წელს შევხვდეთ კიდევ უფრო мотивირებულად, კიდევ უფრო მეტი შინაარსობრივად და აქტივობების და ღონისძიებების თვალსაზრისით დატვირთული პერიოდით შევხვდეთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად როგორც განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა მიმართულებით გვექნება ძალიან გამორჩეული და საინტერესო წელიწადი. ამავდროულად ჩვენი დღევანდელი შეხვედრას ემსახურება უფრო მთავარ ფოკუსის გამახვილებას და ყურადღების გამახვილებას სიახლეებზე, რომელსაც განათლების მიმართულებით, კულტურის მიმართულებით, სპორტის მიმართულებით გეგმავთ და არის მთელი რიგი ნიუანსები, რომელსაც რომლის ადაპტირებასაც ვახდენთ და ჯერ უნდა წარმოდგენათ ეს იქნება პროგრამული მიმართულებით თუ პროგრამების მიმართულებით. ერთი ძალიან საყურადღებო მომენტია გაიზარდა სტიპენდიების დატვირთვა, როლი, მნიშვნელობა და მოცვა. ეს განაპირობა იმ რომ არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ სამინისტროს ბიუჯეტია გაზრდილი 7.288.000-დან 9.425.000-მდე და გაზრდილი ფინანსური რესურსი გვაძლევს დამატებით შესაძლებლობას ჩვენი დევნილი ახალგაზრდებისთვის, სპორტსმენებისთვის, კულტურის, სახელოვნებო თუ შემეცნებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის გავზარდოთ ყურადღება, ძალისხმევა და მხარდაჭერა. ამავდროულად იზრდება და ახალ სახეს იძენს მაგალითად ისეთი სტიპენდიები, რომლებიც აქამდე არ არსებობდა, აღნიშნული სტიპენდია თვალ მაგალითად ალექსანდრე შეროშიძის სტიპენდია, დიმიტრი ჯაიანის სტიპენდია, გურამ ყურაშვილის სტიპენდია და აღნიშნულიც არა მხოლოდ ემსახურება თქვათ წარმოჩენილ, წარმატებულ ახალგაზრდას, არამედ კონკრეტულად გათვლილია მათი სწავლების აკადემიური ხარისხის გაზრდაზე. GPA-ის მიხედვით მოხდება კრიტერიუმების შემოშავება და ამ კუთხით წარმატებულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ჩვენი მხარდაჭერა და მიიღონ დამატებითი мотивация და ენთუზიაზმი. ამავდროულად ჩვენი მუდმივი მონიტორინგის ქვეშ არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს ქოლგის ქვეშ არსებული 13 საჯარო სკოლა, მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა
ინფრასტრუქტურული შემადგენელი და სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ქუთაისის მეხუთე საჯარო სკოლამ და ქუთაისის ჟიური შარტავას მეექვსე საჯარო სკოლამ უკვე გაიარეს ავტორიზაცია. საფინალო სტადიაშია სენაკის მეშვიდე თემურ ბოკუჩავას სახელობის სკოლა და ამ კუთხითაც მუდმივად ვახდენ ჩვენ როგორც ჩართულობას პირადად გახდით როგორც ქუთაისში, ასევე ზუგდიდში და ჩემი თავმჯდომარეობის დანიშვნიდან მალევე ვაპირებ ყველა სკოლაში ვიზიტს, ადგილზე გავეცნო არსებულ რეალობას, გამოწვევებს, მოვისმინო პედაგოგების, ხელმძღვანელობის აზრი და საერთო სინერგიით იმ გამოწვევებთან გამკლავებას, რომელიც არსებობს. ამავდროულად მინდა აღვნიშნო, რომ ძალზე საინტერესო პროცესი მიმდინარეობს აფხაზური ენის სწავლების თვალსაზრისით, როგორც მოგეხსენებათ, 5 სკოლაში ისწავლება ამ ეტაპზე აფხაზური ენა, დამამთავრებელი ეტაპის მოსწავლეებისთვის არის ხელმისაწვდომი, როგორც არჩეული საგანი, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის პირველი ნახევრის მოსწავლეებისთვის, თუმცა ცენტრალური განათლების მხარდაჭერით და მადლობა მინდა აღნიშნულისთვის გადავხადო ხელმძღვანელობას, მათ ხელმძღვანელობას ჩვენ ვაპირებთ როგორც პედაგოგების მხარდაჭერას აღნიშნული კუთხით, გადამზადებას, მოგეხსენებათ აფხაზური ენის შესწავლა ჩვენთვის სტრატეგიული ხასიათის გამოწვევაა, უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ რიგი ღონისძიებებით და აქტივობებით კიდევ უფრო შევეცდებით, რომ მაქსიმალურად მოვიცვათ უფრო მეტი სეგმენტი და ჯეროვანი აფხაზურის შესწავლით ერთი ჯერ კიდევ დევნილობაში მყოფი ახალგაზრდები შევამზადოთ იმ განათლების ინსტრუმენტები და მექანიზმებით, რომელიც აუცილებელია ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების და მეორე, უკვე ჩვენი სახელმწიფოებრივი სხეულის გამთლიანების მერე უკვე ადგილზე შეძლონ განახორციელონ ის საქმიანობა, რომელიც იქნება მომავლის და პროგრესზე ორიენტირებული. კეთილი, მოდით კულტურის მიმართულებით გადავიდეთ და რა სიახლებია დაგეგმილი ამ კუთხით ესეც გაგვაცანით. სახელოვნებო სკოლებთან დაკავშირებითაც მინდა ვიკითხო, რა სიახლეებს თავაზობთ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს და ზოგადად ეს კულტურის მიმართულებები რა პროექტებს მოიცავს? მადლობა, კარგი შეკითხვისთვის. კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია რა. ის აფხაზურ-ქართული კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც არსებობს, მატერიალური და არამატერიალური, ჩვენი მუდმივი მონიტორინგის და ზრუნვის ობიექტია. ამავდროულად ჩვენ ამ კუთხით ვცდილობთ მნიშვნელოვანი ღონისძიებებით და აქტივობებით, როგორც ცნობადობის გაზრდას და იმ ელემენტების წარმოჩენას, იმ ნიუანსების წარმოჩენას, რომელსაც უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც აფხაზეთის ოკუპირებული, დღესაც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური და არამატერიალური კულტურული ძეგლის, ისტორიული ძეგლის თვალსაზრისით, ასევე აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებული კულტურული თემატიკის, სახელოვნებო თემატიკის, შემოქმედებითი თემატიკის გააქტიურება და შემეცნებითი ბანაკები, სამუზეუმო ექსკურსიები, ყველა ეს ღონისძიება ემსახურება ჯეროვან ჩართულობას, გათვითცნობიერებას, ცნობიერების ამაღლებას და ამ კუთხითაც დამატებით ჩვენ გვაქვს უკვე გეგმაში და პრაქტიკულად ამ უმნიშვნელოვანეს კატალოგზე მიმდინარეობს მუშაობა, ეს იქნება 3 ენოვანი კატალოგი, რომელიც მოიცავს ყველა იმ მიმართულებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურული იდენტობისთვის და იმ ნიშანსვეტების ჯეროვან წარმოდგენისთვის, რაც იყო ჩვენი ქართული და აფხაზური ერთიანი კულტურული სივრცის და ცივილიზაციური სივრცის მაფორმირებელი. ამ კუთხით ჩვენ რიგი უშუალოდ პიროვნების დონეზეც ვაპირებთ ცნობიერების ამაღლებას და მე არ შემიძლია არ მოვიყვანო ამ თვალსაზრისით ალექსანდრე შერვაშიძის მაგალითი, რომელიც ორგანულად განიხილავდა საკუთარ თავსაც და შემოქმედებასაც როგორც ქართულ-აფხაზური ერთიანი კულტურული სივრცის ნაწილად და აქტიურ კომპონენტად და ამ თვალსაზრისით მოგეხსენებათ, რომ 2024 წლის 21 იანვარს ძალიან ტრაგიკული შემთხვევასთან ჰქონდა შეხება, დაიწვა სოხუმში არსებული გალერეა და ძალიან დიდი ნაწილი უნიკალური ფერწერის, სტილოების, ამ კუთხითაც მოძიების ეტაპზე ვარ, თუ სოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არის წარმოდგენილი, დარჩენილი ჯერ კიდე და გადარჩენილი, რომ მოვიზიდო და ამ თვალსაზრისითაც ვფიქრობთ, რომ კულტურის ენა, განათლების ენა არის ის მექანიზმი, ის საშუალება, რომელიც ნამდვილად თავიდან ბოლომდე
ჯდება კონტექსტუალურად როგორც მშვიდობის პოლიტიკის კონტექსტში და არის ის შეხების წერტილები, რომლებიც ჩვენ საერთო მომავალზე და ჩვენს ღირსეულ დაბრუნებაზე და აფხაზების დაბრუნებაზე საქართველოში ესადაგება და მიზნად ისახავს. როცა მშვიდობის პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, თქვენი სამინისტროს მანდატიდან გამომდინარე, ვფიქრობ უნივერსალური ენა და საშუალება სწორედ კულტურა და განათლება, რომელსაც შეუძლია ამ ენაზე საუბარი. ყველაზე მთავარი, თქვათ, მიმართულება, რაც კულტურის, თქვათ, კუთხით არის, რას გამოყოფთ და რა პროექტია ისეთი, რამაც თავისი გავლენა მოახდინა ემოციური თვალსაზრისითაც და საზოგადოებრივი სიკეთეც შექმნა. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ალექსანდრე შერვაშიძის 2025 წლის მაის-ივნისის პერიოდში მოეწყო რეტროსპექტული გამოფენა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სტუმრობდა ადამიანები და ამავდროულად ნიშანდობლივი რომ ძალიან დიდი დადებითი და პოზიტიური გამოხმაურება ჰპოვა როგორც დანარჩენ საქართველოში, ისევე ოკუპირებულ აფხაზეთში და ოკუპირებულ აფხაზეთიდანაც ყავდა არაერთი სტუმარი. ამ თვალსაზრისით ალექსანდრე შერვაშიძე შვილთაშვილიც კი ბრძანდებოდა თბილისში და მართლაც ფასდაუდებელია მისი ემოცია და ის დამოკიდებულება, რაც აღნიშნულმა ქალბატონმა ტატიანა შერვაშიძემ გამოხატა და ალექსანდრე შერვაშიძის ფენომენიც ხაზგასასმელია. მან ემიგრაციაში ყოფნისას თავისი ტილოების მნიშვნელოვანი რაოდენობა უსახსოვრა თბილისს და სოხუმს ერთდროულად. ეს ზუსტად იმის აღქმაა, რომ აღნიშნული ადამიანები და პიროვნებები, როგორც საკუთარ შემოქმედებას, ასევე საკუთარ თავს ხედავდნენ ერთიანი ქართული კულტურის ორგანულ ნაწილად და ამ თვალსაზრისითაც გეგმავთ რიგი აქტივობების განხორციელებას. ერთ-ერთი პროექტი მინდა გამოყო, რომელიც ქალბატონი ნატო მარშანიას წიგნზე დაყრდნობით ხორციელდება, ცნობილი აფხაზების უცნობი ისტორიები. აფხაზური ემიგრაცია ევროპაში, მათი წვლილი როლი ზოგადად ქართულ-აფხაზური ოჯახის ფორმირებაში და იმ საერთო ქართული სახლის ფორმირებაში, რის ფარგლებში მათ უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვით და ამ კუთხით გრძელდება აღნიშნული პროექტი. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო საზოგადოებრივ მაუწყებელს, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას. ეს არის პროექტი, რომელიც მიძღვნილია კონკრეტული პიროვნებების, აფხაზი არისტოკრატიის, ჩხოტუები, მარშანიები, ემხوارები, რომელსაც პოლიტიკური, სოციოეკონომიკური, სახელმწიფო და შემოქმედებით თვალსაზრისით ძალიან დიდი წვლილი აქვს. არა მარტო იმ დროის საქართველოს ყოველდღიურობაში და ყოფიერებაში, არამედ არის ნამდვილად ხიდი წარსულისა მომავლისკენ და შესაბამისად ეს არის ის რესურსი, რომელიც ჯერ უნდა გამოყენება აუცილებლად გმართებს და საჭირო და აუცილებელ შედეგებს გამოიტანს. ამ პროექტების პოპულარიზაციით სამინისტროს რა პოლიტიკა აქვს? ერთის მხრივ თავად დევნილებს, რომ სამინისტროს ასე ვთქვათ დევნილია, მისე შესაძლებლობა რაღაცნაირად უწყვეტი კავშირი ჰქონდეს იმ ემოციური კუთხითაც საკუთარ ტერიტორიასთან, საკუთარ სახლთან, საკუთარ ვთქვათ კარბიდამოსთან და თან იმავდროულად თემები მუდმივად აქტუალური გახადოს დანარჩენი საზოგადოების წინაშე. როგორ ფიქრობთ, ყველაზე უფრო მეტად და განსაკუთრებით ახალგაზრდების მიმართულებით, რა ტიპის პროექტებია ერთგვარი უკუკავშირის გათვალისწინებით ყველაზე უფრო მომგებიანი? მათი ჩართულობით ვთქვათ, რა პროექტებმა გაამართა ყველაზე მეტად, რომლის განხორციელებასაც წელსაც აპირებთ? ახალგაზრდობის ჩართულობა ნებისმიერ მსგავს აქტივობაში, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია და მე მინდა გამოვყო თუნდაც ერთი მაგალითი, რომელიც არის ნამდვილად სანიმუშო პროტოტიპი დანარჩენი და სახელმძღვანელოს შემდგომი ჩვენი აქტივობისთვის. ალექსანდრე შერვაშიძის მოტივებზე, მაგალითად, სამხრეთ ჯავახეთის უნივერსიტეტში არსებულ აფხაზურ ცენტრს ახალგაზრდა მესხები მშვიდობისათვის ჰქონდა ზუსტად მის შემოქმედებაზე, ხელოვნებაზე დაყრდნობით დადგმა და ჩვენ ნახეთ მართლა ამ ერთ ღონისძიების ფარგლებში უდიდესი ძალა, ენერგია ახალგაზრდების და ჩვენ მუდმივად გვაქვს იმაზე საუბარი, რომ არ უნდა დაიკარგოს ემოციური კავშირის ჩვენი უძველესი ტერიტორიების მიმართ და
სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩი ამ კუთხით, მათი წარმოდგენით, მათი დამოკიდებულებით და ცნობიერებით, რაც ყველაზე მთავარია რა და ზუსტად აღნიშნული ახალგაზრდული ძალა საერთოეროვნულ ძალისხმევაში უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და გვისახავს სამომავლო განსახორციებულ გზებს და იმ მიმართულებებს, რამაც უკვე გაამართლა, ან რიგ შემთხვევაში საჭიროებს დახვეწას და ჯერუნად წარმოდგენას და ამ კუთხითაც იქნება ეს აფხაზეთის ფარგლებში განსახორციელებული ღონისძიება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა იმ კომპონენტი მოვიზიდოთ, რომელიც საბოლოო ჯამში წაადგება და იქნება როგორც ახალგაზრდობის მაქსიმალური ჩართულობის კუთხით, ასევე მათი ენერგიის, იდეების, მათი ხმა გვესმის, ყურადღებას ვაქცევთ და შესაბამისად ეს მუდმივი დისკუსია და მართალი ბრძანით რა საზოგადოებრივი დისკურსი, რომელიც აფხაზეთის თემატიკით იქნება კიდევ უფრო გაძლიერებულად წარმოდგენილი, ვთვლი რომ ზოგადად საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია. სამისტოში შემავალ სააგენტოზე მინდა ვიკითხო აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სააგენტო, ასე ქვია ამ სააგენტოს მისი უშუალო ვთქვათ ფუნქცია რა არის და ასევე გვითხარით 2026 წლის ის ღონისძიებები, რომელიც უკვე დასახულია. კი ბატონო, აღნიშნული კუთხით სამინისტროს აქვს შესაბამისი სამსახური, თუმცა ეს უფრო სტრატეგიული ქოლგაა, პოლიტიკის მაფორმირებელი ქოლგაა, უშუალოდ ღონისძიებების და აქტივობების განხორციელება როგორც პროგრამული, ისე ქვეპროგრამული კუთხით ხორციელდება სააგენტოს მიერ და ყავს ნამდვილად ამბიციური, ძალიან კვალიფიციური და პროფესიონალი ადამიანების გუნდი, ბატონი ავთო ზაგანიას ხელმძღვანელობით და ჩვენ კარგად მოგვეხსენება, რომ სპორტი გარდა იმისა, რომ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას ახდენს და წარმატებული სპორტსმენები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო არენაზე არიან ჩვენი ნამდვილად სავიზიტო ბარათები, აქვს უდიდესი გამაერთიანებელი ფუნქცია და როლიც. მინდა შევახსენო ყველას 1991 წლის 13 მაისი და ჩვენ სტიპენდიაც გვაქვს ვიტალი დარასელიას და ვიტალი დარასელიას გოლი კარცაისის წინააღმდეგ, რომელმაც მთელი ერი იქნება ეს მთელი საქართველო, როგორც ქართველი ისე არაქართველი გააერთიანა ამ უდიდესი ბედნიერების ირგვლივ და უსიადარებით უფროსი თაობის წარმომადგენლებს აფხაზეთში კარგად ახსოვთ ის ეიფორია, ის სულისკვეთება, რომელიც არსებობდა აღნიშნულ პერიოდში. ამავდროულად მე უახლეს წარსულზეც მინდა ფოკუსირება მოვახდინო და 2024 წლის მოვლენები გავიხსენო, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საფინალო სტადიაში გააღწია და ის მართლა ისევ ერთ მუშტად გაერთიანებული ერი და ბერი, რომელიც იყო და დინამო სტადიონზე არაერთი სტუმარი ყავდა, მათ შორის ოკუპირებული რეგიონებიდან და ზუსტად ის პლატფორმა, ის შემაკავშირებელი ფუნქცია, რომელიც გამოყენებაც აუცილებლად გმართებს. აღნიშნული კუთხით ძალიან კარგი ღონისძიებები ჰქონდა სააგენტოს, მინდა გამოვყო თუნდაც თავისუფალ ჭიდაობაში გამართული ზური ქალდანის სახელობის ტურნირი, რომლის ფარგლებში ჩართული იყო საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი. და უდიდესი კარგი და პოზიტიური გამოხმაურება ჰპოვა. ამავდროულად უკვე მიმდინარე წელს ძალიან დიდი და მასშტაბური საფეხბურთო ტურნირის ჩატარებას გეგმავენ და რომელიც მოიცავს საქართველოს 7 ქალაქს და 8 დევნილთა ჩასახლებულ ლოკაციას, რაც ამავდროულად დარწმუნებული ვარ წარმატებით ჩაივლის და ზუსტად მუდმივი ყურადღება დევნილი მოსახლეობის მიმართ მსგავს კულტურულ, სპორტულ აქტივობებში ჩართულობა ერთი ინტეგრირების კუთხით და მეორე ნამდვილად ვაძლევთ ჩვენ იმ ბიძგს და მხარდაჭერას, რომელიც აუცილებელია თანამედროვე სამყაროში სწორად ოპერირებისთვის, იგივე განათლების კუთხით. განათლება არის ის მექანიზმი, ის ინსტრუმენტი კონკურენტუნარიან მსოფლიო ბაზარზე, სადაც ჯეროვნად უნდა წარმოდგენ ჩვენი ახალგაზრდები და ამ კუთხითაც თქვენ ბრძანეთ 2025 წლის განმავლობაში გამორჩეული აქტივობა, მე მინდა გამოვყო სკილბილთან არსებული თანამშრომლობა, რომლის ფარგლებში 127 დევნილი ახალგაზრდა გადამზადდა ციფრული საზოგადოება და ციფრული მსოფლიოა და შესაბამისი უნარჩვევებით, ეს იქნება პროგრამული უზრუნველყოფით, IT ტექნოლოგიებით, სააგენტოს თავის კუთხით ახდენს უკვე ხელოვნური ინტელექტის სწავლებას დევნილ ახალგაზრდებში, რომელიც მათთვის იქნება მართლაც დამატებითი ინსტრუმენტი, მიაღწიონ წარმატებას, გახდნენ წარმატებულები და ამ კუთხით გაიტანონ ჩვენი სახელი, როგორც საქართველოს ფარგლებს გარეთ, ასევე შექმნან ის პროდუქტები, მით უმეტეს
მცირე ერისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს განათლების კულტურის თვალსაზრისით კონდეს ის ნიშა ჩვენი სპეციფიური, მაგრამ განსაკუთრებული, რომელთაც უკვე საერთო ქვეყნის ფუნქციონირებაზე აისახება აღნიშნული და გვეყოლება ის ახალგაზრდები, რომელთაც უნდა შექმნან მომავლის საქართველოს, მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა და მომავლის აფხაზეთი. რადგან სპორტ შევეხეთ, მოდით სპორტსმენებზეც ვიკითხავ. რა მხარდაჭერის მექანიზმებს გამოიყენებთ 2026 წლისთვის, რა იქნება ასე ვთქვათ, ადამიანებისთვის, მათი წარმოჩენისთვის გაკეთებული და მოდით ამ კუთხითაც არსებული გეგმები გაგვანდეთ. კი ბატონო, ჩვენ მადლობა შეკითხვისთვის, ჩვენ რაც მოვახდინეთ, ეს იყო სტანდარტიზაცია იმ დაფინანსებების, რომლის მიხედვითაც გაიცემა ეს საფეხბურთო კლუბები, თუ სხვადასხვა მიმართულების კოლექტივები იქნება, ეს დამოკიდებულია სპორტის აღნიშნული ამა თუ იმ მიმართულების პოპულარობაზე, გასაგებია, რომ ფეხბურთს განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა აქვს ყოველი ქართველის ცხოვრებაში, ამავდროულად იქნება ეს საკალათბურთო მიმართულება, მაგდის ჩოგბურთი, რაგბი, მოკლედ მთელი კომპლექსი და დაფინანსების გადანაწილება იმ მიმართულებით, რომ უკვე ბრენდულ კლუბებს გასაგებია მხარდაჭერა არ დააკლეს, თუმცა განვითარების სტადიაზე მყოფი კოლექტივებიც არ დავივიწყოთ და ეს იყოს მათთვის როგორც ინსპირაციის და დამატებითი мотиваციის წყარო. ამავდროულად მე მინდა სამინისტროს თითოეულ თანამშრომლებს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადოთ. ჩვენ ვაპირებთ დამატებით კულტურული ფასეულობის მიმართულების, სპორტის, კულტურის ინტეგრირებული კურსის დანერგვას აფხაზეთის საჯარო სკოლებში, რომელთაც აბსოლუტ ეს არაბიუჯეტური მიმართულება იქნება და იქნება ჩართული სამინისტროს თანამშრომლები თავიდან ბოლომდე და მოიცავს 13-ვე სკოლას, ჩვენი სტრატეგიული ქოლგულის არსებულ სკოლას და აქ იქნება დამატებით ცნობიერების გასაზრდელად ყველა ის დეტალი, ნიუანსი გათვალისწინებული, რომელიც მოიცავს როგორც კულტურას, სპორტს, აფხაზეთის გეოგრაფიულ შტრიხებს, ისტორიას, კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას, რელიგიური თვალსაზრისით კონოტაციებს და ამის შემდეგ მოხდება აღნიშნული ნამუშევრების წარდგენა, დაჯილდოვება, გამარჯვებული მოზარდების, ამავდროულად არ შემიძლია არ აღვნიშნო ცენტრალური განათლების მხარდაჭერა, რადგან ამ წელს უკვე ჩვენ ვაპირებთ აფხაზეთის თემატიკის დამატებით შეტანას უკვე ეროვნულ დონეზე ყველა საჯარო სკოლაში აღნიშნული კონცეფციის დახვეწა მიმდინარეობს და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის პროცესი და იქნება აფხაზეთთან დაკავშირებული ესეების კონკურსი უკვე ყველა საჯარო სკოლაში და აღნიშნულიც არის ერთგვარი როგორც ცნობიერების გაზრდის მიმართულება, ასევე ახალგაზრდების დევნილების ჩართულობა ამ თემატიკაში განაზრების მიმართულებით სპორტის სააგენტოზე საუბრობდით და მე მინდა აღვნიშნო, რომ აპირებენ ახალგაზრდობის მიმართულებით ახალგაზრდული საბჭოების შექმნას 4 რეგიონში და ახალგაზრდობის ხმის უკეთესად წარმოდგენას უკვე იმ პოლიტიკის საბოლოოდ ფორმირებაში და განხორციელებაში, რომელსაც ჩვენი სამინისტრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტრო გეგმავს. დიდი მადლობა. წარმატებები მინდა გისურვოთ. ჩვენი გაცნობა დღეს დაიწყო იმ ფრაზით, მე სოხუმელი ვარ, ასე მითხარით და იმედი დავიტოვოთ, რომ მოგიწევთ თქვენი მანდატის შესრულება სოხუმიდანაც და ეს იქნება უახლოეს მომავალში ჩვენი ტკივილია რასაკვირველი აფხაზეთი და როდესაც ჩვენი ხმა, რადიო იმედის ხმა ესმის ოკუპირებული ტერიტორიის მაცხოვრებლებს, ამაზე ემოციური ნამდვილად არაფერია, ერთი თვე არაც მინისტრი ხართ და წარმატებები მინდა გისურვოთ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ნამდვილად საბოლოო ჯამში სრულმასშტაბიანი ფუნქციონირება ჩვენი სამინისტროსი არა უზნაძის 68-ში, არამედ სოხუმის შესაბამის ქუჩაზე მოხდება. თუმცა უაღრესი მადლობა აღნიშნული პლატფორმის გამოყენებისთვის, მოწვევისთვის, რაც კიდევ ერთხელ ნათელი დემონსტრირება იმ პოლიტიკის და იმ პოლიტიკის წარმოჩენის, რომელსაც ჩვენი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და შესაბამისი უწყებები უწევენ კურაციას. მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. შევახსენოთ ჩვენს სვენელ სამაყურებელს, გიორგი ძაძამია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მადლობა დათმობილი დროისთვის.